ქართული ხელნაწერი ამ სახელწოდების კონკურსი გამოცხადდა. ამ დროისთვის მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს. კონკურსი ქართველოლოგიის მერვე საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს. პროექტს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით პროგრამა მიზნად ისახავს ქართული ხელნაწერების, როგორც ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით. პროექტის ფარგლებში ლექციები, სემინარები და სხვა თემატური აქტივობები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდება. კონკურსი 5-დან 12 ივნისის ჩათვლით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩამოყალიბდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ტრადიცია. წელს მერვედ ვატარებთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ქართული ხელნაწერი, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართველოლოგიის მეცნიერებების პოპულარიზება, ქართულ ხელნაწერზე აქცენტის გაკეთება, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის ტრადიციების გაგრძელება. ჩვენი სკოლის პროგრამა ტრადიციულად ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანია, მოიცავს ხელნაწერმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა სფეროს და ასახავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. შესაბამისად, ჩვენ ვიწვევთ სკოლაში მონაწილეობის მისაღებად მსვენელებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, დოქტორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო კვლევით მიმართულებებს. ეს არის ძველი ქართული ფილოლოგია, ისტორია, დიპლომატიკა, წყარომცოდნეობა, წიგნის ხელოვნება, რესტავრაცია, დიგიტალური ბაზები და ასე შემდეგ. წელს 8 დღიან პროგრამას ვთავაზობთ, საკმაოდ დატვირთულს, რომელიც დაჯგუფებულია 6 მოდულის მიხედვით. თვითონ აი მოდულების ჩამონათვალიც გახდის რამდენად მრავალფეროვანია და ამავე დროს თემატურად ორიენტირებულია სკოლის პროგრამა. პირველი მოდული ეს არის ისტორია, ენა, დამწერლობა. მეორე ქართული ხელნაწერი, ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება. შემდეგ მოდის ქართული ისტორიული დოკუმენტი, ძველნაბეჭდი წიგნი და რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს მოდული, რომელიც ეხება ორგანიზატორ დაწესებულებას, ანუ ჩვენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, როგორც უნიკალურ ინსტიტუციას, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, მუზეუმს, ბიბლიოთეკას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ ამ მოდულის ფარგლებში ჩვენი კოლექციები, ანუ საგანგებო ლექცია მიეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გვინდა მოვიცვათ, როგორიც არის რესტავრაცია, კონსერვაცია და დიგიტალიზაცია.